მეგობრებო, მოგესალმებით. ახლა გაჩვენებ როგორ ხდება თავიდან ბოლომდე და მე სასწავლო ვიდეოსაც გამოადგება. ეხლა პირველ ეტაპზე ვინც იწყებს ამის სწავლას, არ არის აუცილებელი რომ ისწავლოს მაგალითად დაფის დაგრუნტვა რა. ჩვეულებრივად ხდება დაფა შეგიძლია შეიძინო, მაგალითად ერთი მოძღვარია მამა დავითი, რომელიც თავიდან ბოლომდე გრუნტავს დაფას და უკვე დაგრუნტულს ჩაგაბარებს. რა თქმა უნდა, შესაბამისად ხა ჯვარ ღირს ძალიან, მაგრამ გარკვეული თანხა ღირს. ეხლა აი ამ ხელა რაც არის ეხლა, ამ ხელა ეღირება დაახლოებით ჩემი აზრით, ანუ დაფის და დაგრუნტვის ფულიანად ჩემი აზრით 50 ლარამდე. ჩემი აზრით ამ ხელა. და ეხლა შე რო შეიძინო ადამიანმა და დაგრუნტვა რო იცი, ეხლა მე ეს დაფა მაგალითად შევიძინე 20 ლარად შევიძინე ეს. ეს არის ცოტა თხელია ეხლა რა, უფრო ჩემი აზრით, უფრო ოდნავ ამაზე სქელი რო იყოს იდეალურია. მოკლედ, ეხლა ბევრს აღარ ვილაპარაკებ ამასთან დაკავშირებით, ისე უბრალოდ ვისაც აინტერესებს ეს როგორ ხდება, აი ჩვეულებრივი დაფა, ხეა და დავიწყეთ დამუშავება. ანუ ეს არის გახსნილი წებო არის გახსნილი წყალში, გავხსენი და პირველი ეტაპი ასეთი, ეს წყალი აქვს საიდან არის, არ ვიცი, ხო, რა მნიშვნელობა აქვს. აი ესე უნდა გადაუხსვათ რა. ამას უსმევთ, წებოს უსმევთ, წებოში გახსნილ წყალს უსმევთ დაფას. ასე გადაუსმევთ. წესით ამას რო გადაუსმევთ, ეს უნდა შეაშრეს, საკმაოდ კარგად უნდა შეაშრეს. ეხლა მე რომ მასწავლეს ხაწერა თავიდან მითხრეს, რომ აი ესე რომ გადაუსმევო, ცოტა ხანი უნდა გააჩერო, ნუ თითქმის ერთი დღეო ესე უნდა გააჩერო. ეხლა ხანდახან მე ცოტა სულ სწრაფობ ხოლმე, რაც ვიტყვი რომ არ არის კარგი. და ავდგები ხოლმე და ანუ უნდა გააჩერო, გულისხმობ აი მარლის დაკვამდე. მაგალითად მარლა უნდა დააკრო მერეო რა, როცა ეს გამოშრება. ხო და მე ვდგები ხოლმე და მარლას ეგრევე ვაკრავ ხოლმე. რაც აღნიშნავ, ხალხს უსვამ, რომ არ არის კარგი თვისება. უბრალოდ გაუნდის ხოლმე ხა მაინც არაფერი უშავდება ჩემი აზრით და ესე ვაკეთებ, რათა რომ მეჩქარება ხოლმე ხანდახან. ახლა ერთი დღე რომ ამას ველოდებ ერთი დღე და ერთი იმის დაგრუნტვა მომიწევს რავი ერთი კვირა და ცოტა ზღურჩობ ასე ვთქვათ რა, ესე გამოდის. მოჩქარის მოუგვიანდეს, აი შეიძლება მომიგვიანდეს მე. ხო, მოკლედ, ახლა ვაკეთებთ აი ესე. შემდეგ აი ამ წებოიანზე ვავადებთ ესე მარლას. აი ასე მარლას ხო დავადებთ. უნდა შევხედოთ, დავაკვირდეთ, რომ მარლა ყველგან გადაუვიდეს ასე. ასე ყველგან უნდა ედოს მარლა. მე ამ ვიდეოს ავაჩქარებ. მაინც არავინ არა ამდენ ბოლომდე ამის უყურებელი მე მგონი. იქ YouTube-ში მიგდებს ხოლმე სხვათა შორის, ვინ ამდენ ხანს უყურა ჩემ ვიდეოს. ისე ვლაპარაკობ, ვეუბნები ვიღაცას ახლა რა, მოკლედ ზურა რა. ხო, აი ესე ვაკეთებ. ეს ხვრელი რო აქვს ამას აი ეს უხელა. ეს არ უნდა გქონდეს. ასე რომ ამას ავდგები და ამოვავსებ მეგობრებო. აი ახლა ვიწყებ და შემდეგ ხო დავავარდეთ ეს მარლა. ეხლა ისე ამ წებოიანი წყლით ვიწყებთ ამის ესე გადასმას. აი ამას დააკვირდით, რომ აი ესეთი რაღაცეები არ დარჩეს, თორემ მე დაგრუნტვისას საკმაოდ მიშლის ხოლმე ხელს და თითქმის ერთხელ აი ესეთმა ოდნავ ამობურცულმა აქ იმაზე რა ქვია მარლა გამოიწვია ის, რომ მომიწია ორი პირით მეტი დაშპაკლა რა. იმიტომ რომ აქ ამოწეული იყო, აქ თხლად იყო და ეს ხო უნდა გადაფარულიყო. და მოკლედ რა, ორი პირით მეტი დავშპაკლე ახლა და ორი პირის დაშპაკლა ნიშნავს, რომ სადღაც დღენახევარს კარგავ. დღენახევარი კიდე საკმაოდ ბევრია. დღენახევარში მაგალითად გააჩნია ხატის ზომას, ხატი დამისრულებია დღენახევარში. ასე რომ ესე გადავაკრავთ, მაგრამ ეხლა ამაზე უკვე დაგრუნტვა, ანუ შპაკლის გადასმა ამაზე უკვე სიჩქარე აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ამას ეხლა ესე რომ გავაკეთებ, ეს უნდა გამოშრეს ბოლომდე, რომ ისე რომ აი მიეწევოს რა, ხო ხდებით რასაც გულისხმობ, ეს უნდა გაშრეს ბოლომდე და მიეწევოს. რა ვიცი, მე თუ მკითხავთ ერთი შეხედვით ისეთი საფუსფუსო რაღაცა რა, არც ისეთი რაღაც არ არის ხარ, ვაი, რომ იტყვიან რომ
ჭუჭყიანი საქმეო, მაგრამ ჭუჭყიანობა არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს. ეხლა ამას წინათ ვიმუშავე, ესე რა ქვია, ძალიანად ვიყავი გამორული. სხეულის ყველა წერტილში, სახე, ყურები, თვალებში, თვალის გუგაზეც კი ვიყავი, ისე რა ქვია, მურიანი. თვალის გუგა რო გაგემურიანდება და ეგეთი სამსახური იყო, ხო და ახლა გოგოსთვის მესმის, ხო, რომ გოგომ შეიძლება ითაკილოს, რომ არ გაიმუროს სადღაცას, მაგრამ ეხლა ბიჭი რო ხარ, გაიმურე რა, ამოხდეს. არა უშავს, ხო? არაფერი პრობლემა ხო, მაგრამ რას ვამბობდი? მაინც ეხლა ისეთი ის არ არის რა, რომ რაღაცამ დაგსვაროს, მაგრამ აი გაშპაკვა როცა ხდება ხოლმე, სულ არ შპაკლიანდება ეხლა ვაგუქებ. საკმაოდ ისე შპაკლიანდება ხოლმე რა. მაგრამ გათეთრდები, მე შევარდები აბაზანაში და იბანავებ ეგრევე. ხო, არანაირი, ის არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს. ასე რომ, ვისაც მოუნდება ხალხის სწავლა, მე ვაძლევ გარანტიას, რომ ყოველგვარი ღირებულების გარეშე ალგები და უასწავლი, იმიტომ რომ ჩემთვისაც არაფერი არავის გამოურთმევია, მე ვინც მასწავლა, მამა ისააკი ზაზაფრიდონიშვილმა პატრიარქს ჰქონდა გაცემული კურთხევა, რომ ამოარჩიევა ხალხიო და გარკვეულ ოდენობის ადამიანს ასწავლეო ხატწერაო ესე უსასყიდლოდ და ერთ-ერთი იღვლიანი მე ვიყავ. სხვათა შორის თავია რომ მითხეს რომ ხატწერა გინდაო, უარი უთხარი. მაგრამ უარი უთხარი განა იმიტომ რომ არ მინდოდა, ან მეთაკილებოდა, ხო, ასისულელია, ხო, ჯერ როგორ უნდა თქვა, გეთაკილებოდა ხატი, რაღაცის სწავლა რომ გეთაკილება უკვე ასე თანამედროვე ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, მაგარი ბანძი ხარ რა. ხო და უარი უთხარი, იცი რატო, იმიტომ რომ რაღაც ჩემი თვითშეფასება მაშინ ცოტა პრობლემატური მქონდა. ესე ვიფიქრე რა, ხატები ეკლესიაში რომ შევდიოდი ხოლმე, სულ მიკვირდა ხოლმე და ვფიქრობდი რომ აი ეს ხატებს ვინც ქმნის მეთქი, რაღაც ზე ადამიანები მეკონა რა, ეხლა რო ვისწავლე ხატწერა დავწუნე, მაგაში არანაირი ზე ადამიანები არ არიან, ეგენი ჩვეულებრივი ხალხი ვართ ყველა. და რა ვიცი მე შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანზე ბევრად უფრო ჩვეულებრივი და მოკლედ რაღაც ჩავკონკრეტული. ხო და ეგეთი რაღაც მეკონა რა, მეკონა რომ ამ ზე ხალხში მეთქი და ზე ადამიანებში მე როგორ უნდა ვიყო მეთქი. უარი უთხარი თავიდან. მე მოვიდა ერთი მაგარი კაი ადამიანი ის და ხან იქიდან მომიდგა, ხან იქიდან და მადლობა რა, მართლა იმას მადლობა, რომ ბევრი ის რაღაცა მელაპარაკა ამიხსნა, მაგრამ სანამ მოვიდოდა, უკვე ის პასუხი რომ გავეცი ერთ ბიჭს, მაშინ უკვე ნანობდი რა, რატო უთხარი უარი მეთქი და რომ მოვიდოდ ლაპარაკი დამიწყო, უკვე თანახმა ვიყავი, მაგრამ ისე დამანახა ამ ადამიანს ყველაფერი, რომ მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყველას რა, ძალიან დიდი მადლობა. ხო და აი ასე ვინც გგონიათ, ვისაც გგონიათ, რომ ეს რაღაცა რთულია და ის უბრალოდ შეძლოთ ყველა. მე კიდე აქა ვარ. მე კიდე ისინი მქონდა რა ქვია, ბრძოლები რომ ვერ ვისწავლი მეთქი, ანუ რო დავიწყე უკვე და სადღაც თითქმის შუა პროცესში ვიყავი, რაღაცას გამიჭირდა რა, რაღაცის დახატვა გამიჭირდა, თან ჯგუფში ვიყავი, ყველაზე უნიჭო. ავიზე ყველაზე უნიჭო ვიყავი რა, აი მოკლედ რა ძალიან უნიჭო და იმდენივე წვალე, რომ მაინც ვისწავლე. ხო და მოკლედ ეგეთი მძღოლებიც არსებობს. ხო და მქონდა ესეთი განცდა, რომ თუ ადამიანმა ხატვა არ ვიცი მეთქი და როგორ უნდა ვისწავლო მეთქი, საერთოდ არანაირი კავშირი არ არის ხატვასთან. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ადამიანს შეეშველება, როცა ხატვა იცის, მაგრამ აი ხატვა რო არ იცოდე და არ ჰქონდეს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი, ჩვეულებრივად ისწავლი ხატწერას. ანუ ამას იმიტომ ვიძახი, რომ ზოგი ადამიანი მასე ამბობს, რომ მასე გონია და შეიძლება აიცრუოს გული. მორჩა დავასრულე, ეხლა ამის მერე ედება შპაკლი, ოღონდ ეს უნდა გამოშრეს, ხო და შპაკლამდე რომ მივალთ, რომ გამოშრება ხვალ, ანუ ეს იქნება ხვალ, ალგები და იმასაც ვიდეოსაც გადავიღებ და გაჩვენებთ. კავშირის დასასრული, წავედი, აბა უფალი შეგვეწევს.